დილამშვიდობის მონადირეებო. მოგესალმებით საგარეჯოდან. გარე კახეთიდან მე და მარლენი წამოვედით. გაგიკვირდებათ და სანადიროთ. ჩვენმა ახლობლებმა გვითხრეს რომ გადააწყდნენ წყერს და გადააწყდნენ მტრედის გუნდებს და სადღაც აქეთკენ საგარეჯოში ზუსტი ლოკაცია არ ვიცით ხო ჯერ? არც არის საჭირო, ბიჭებმა ხო იციან. ხო, ბიჭებმა იციან. ჩვენ სხვა რა გვინდოდა, ეგრევე დავსხედით მანქანაში და გამოვგაზეთ საგარეჯოსკენ. ძალიან მალე გადავეკვეთებით ნიკას და მის მეგობარს და იმედი მაქვს რომ კარგ ნადირობას შემოგთავაზებთ. მე მგონი არჩისაც უნდა რაღაცის თქმა, რაღაცა კოჩებს ისე იღებს. არჩი, კიდე არა. სიტყვა შეწყვიტყავი. ხო, აი არჩი რანაირად ინადირებს წყერზე, არ ვიცი როგორ შეეგუება იმ ძაღლებს. ნუ ცადოთ. თუ არა და ქეიჭდება მანქანაში. თუ არა და დაგსვათ მანქანაში. კი ბატონო. გამოყვევით, ნახოთ, მე მგონი კარგ ნადირობას შემოგთავაზებთ. ქვემოთ ჩავიდეთ და ზემოდან ამოვიდეთ? წავედით. სად მოვედით და საგარეჯოში უდაბნოსთან ახლოს, უდაბნოს ქვემოთ სამხარეს ვართ. ძალიან კარგი მინდორი არის, ჩაუყვებით ბოლომდე. გადავალთ მარცხნივ, გადმოვალთ მარჯვნივ, მერე ამოუყვებით როგორც მონადირეთა წესია. 6 მონადირე ვართ. ყავს 3 ძაღლი და 1 არჩიბალდი. 2 ეპანიოლი არის, 1 ვიჟლა. კაი იყო ძაღლებში რო არ გაატარე. იდეაში ხო მართლა ესე არის რა. იქ სადაც ფრინველის ძაღლები მუშაობენ, არჩის მუშაობა უბრალოდ დადის რა. თუმცა თუ მელის კვალი აიღო, ძალიან საინტერესო დევნის მონსტრები გავხდეთ. კი ბატონო. აი დედა ეპანიოლი უნდა იყოს აქეთკენ, იმიტომ რომ იქ ვიჟლა კარგად ნადირობს ძალიან. და მეორე პატარა ეპანიოლი და დიდი ეპანიოლი რო აქეთკენ იყოს რა. ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს მედაში. დილით წყერი გვინდა მოვინადიროთ. მერე მოგვიანებით დილით მტრედი და ქედანი გვინდა რომ მოვინადიროთ. ესე იგი გეგმები გვაქვს გიხაროდენ. საერთოდ ნახე რა ხდება. მონადირეს თუ გეგმა არ გაქვს, იქ მთავრდება შეინადირობა რა. მართალი. აბა როგორ არ დაგითანხმო, ჩემო ტკბილო მეგობარ. Так, თოკო წინ არ გადაუჭრა ბიჭებს სასრულ ზოლზე არ გადაუხვიდე. ხო. აი ხა ისა ფრენს გიჟი. შვენიერი, მეორე. აგას მე მგონი დაიჭერე. აჭრილია და აი კაკრას მიაგნო. ოპა. მიაგნო და დაიჭერს ახლა. ყველაფერი ისე მოხდა როგორც ინდურ კინოებში ხდება ხოლმე. ჩვენ გავჩერდეთ ცოტა ხანი ბიჭებო. მაგარი ნადირობა გამოვიდა.
Молодец, Арчибальд. Дай, малыш, дай. Умница. აბა მალენ, ესეც Молодец. პირველი ნანადირევი დღეისთვის შვენიერი. გადასარევი ნამუშევარი გამოვიდა პატივცებულო. გადასარევი. მეორე მეგონა რომ ვიჟლა მიადგა და რა ვიცი ვერა. Молодец, Арчибальд. Пошли, мой хороший. ის დაჭრილი რადგან არის, სუნი არ ექნება ეხა. და შეიძლება გაძურა გამოძურა კიდეც, მაგრამ ცოტა ხანში კი, კაცო, უკანა გზაზე შეიძლება ისევ მაგ ადგილზე მოსვლაც. კი ბატონო, კი ბატონო. მაგრამ რომ მოკვდეს დაჭრილი იმ ადგილზე ისე რომ არც გაინძრეს რა, უბრუნდება სუნი და მერე პოულობს ძაღლი მაინც. ნახე მიდი, ნახე. დავიძარით? რაღაცა სწავლობს კი. ნახე, მანდ უნდა იყოს ნახე. აშკარად დაინტერესა ამ ადგილმა. კარგია და გოგა შეძლებ მე ძაღლი თავარ და აი ბატონო. აქ არის ნამდვილად გადმოფრენილი 1-2 ცალი, ხო? ბაჩვან, რომელიმე აქეთკენ ხო არ გადმოხვალ ძაღლებმა ცოტა აქეთკენაც ირბინონ. მიდი, რუდი, ეხა მარტო ხარ, მიდი. იმისკენსის რა, ბალა. შეიძლება, მაგრამ ჩამოვიარეთ და გადაიწიე შენ ცოტა ბალახისკენ. რა შედეგით დამთავრდა თუ იცი ჩვენი წერზე გასეირნება დილით? ანუ მე როგორც ვიცი, 2 აყვანილი ყავს, 3 მონადირებული. 3 მონადირებული, 1 გაშვებული. გაშვებული რომ ჩემი ძაღლი ჩაერთო კონფლიქტში ასე რომ ვთქვათ და გააფუჭეს საქმე და კარგეს მოპოვებული პირში აღებული წევი დაიკარგა. და საინტერესო ესე იგი დაჭრილი იყო და როგორც კი მიწას დაეცა და გაძურა რა. გაძრა და მე ჩემა ძებნას თავი გაანება რომ გაუჯავდი, ვეღარ მიხვდა რა შეიძლება და ეკნა და რა არა. ხო, და რატომღაც მე ძაღლებმა ვეღარ იპოვეს. ეგ არის. ეხლა რა ვქნა? მაინც შედეგიანი იყო. მოდი ესე ვთქვათ, რომ გავისეირნეთ, მუხლი გავშალეთ, ძაღლებიც გავასეირნეთ და ჩვენ ოპერატორსაც მივეცით საშუალება რომ სულ ოფისში არ იყოს და ცოტა აქტიურ ცხოვრებას ეზიაროს. ხო თოკო? შენზე რომ მაგას მარლენ გესმის ჩემი მარლენ? ძალიან კარგი, დაიძარით, მაშინ ჩვენსკენ აქ დაიწყო მტრედის გუნდებმა ნელ-ნელა შემოსვლა, სანამ საფარს ავაშენებთ. მოვაწყობთ ადგილს რაღაცა აქეთ-იქით, მოკლედ მოდით. მტრედი შევამჩნიეთ, აი სადაც ვიდექით მანქანები სადაც ყავდა. იქიდან ზემოდან წამოვიდა, აი კრასნაგორკასა და უდაბნოშორის გადმოვიდა 1-2 გუნდი, 2 გუნდი. მოვიდნენ, აქ ჩაჯდნენ, იტრიალეს, წავიდნენ და მე მწყემს ველაპარაკეთ და მზე რაც ამოვა და ამოვა, უფრო მეტი და მეტი მოვაო. გითხრა პატიცონი. ამეშ. ბატონო, საფარები კი გვაქვს ჩვენ წამოღებული. ორნაირი და ბევრნაირი, მაგრამ მე მგონი ბუნებრივი საფარი არის ამ შემთხვევაში ყველაზე უკეთესი ასე ვთქვი. მეც ესე წარმომიდგენია, ვინაიდან გვაქვს მაგის საშუალება. ხო, მე ესე მგონია რომ ადამიანი ჩაჯდება, კი. წესით და რიგით არ გამოჩნდება რა. კი ბატონო.
Так, ეს სპრედები ეცადე რომ მიწაზე ისე იყოს, რომ არ გადაყირავებული არ იყოს საბა. ხო ხტები? Так, ბიჭებო, ეხლა თქვენ შედით, სკამები შეიტანეთ და 1-2-3 მეტრი შეიწიეთ და კარგად ჩაიმარეთ რა. მოემზადეთ მარჯვნიდან შემოდიან. ხო, რაღაცა არ მოწონთ ფაქტია. აცადეთ. რაღაცა არ მოწონს, მაღლა არის, ეს არ არის სასრული. დაიცადე. ნუ მივაწეროთ რომ ეს იყო მზვერავი, რომელმაც ნახა რომ ყველაფერი კარგად არის და ეხლა გუნდს ეტყვის რომ წავედით ბიჭებო. მეტი არაა ჩემი მტერი. იმედი მაქვს რომ ტრედისთვის ეხლა ეს დიდი წინაღობა არ იქნება და მის შემოფრენას ხელს არ შეისწრის. გოგა მე მგონი აქ შევძლეთ ჩარჭობას. არ არის უხეში ჩასარჭობი. რბილი არ ნიადაგი ხო? თვითონ სიტუაცია მომწონს. მე მგონი იქნება აქ ფრენა. ერთ-ერთი პრინციპში იგივე პრინციპით უნდა შემოფრინდეს სპრედი. როგორც ჯანდარის ტბასთან. წყლის დასალევად მოდის. დიახ. ახლო მინდვრებზე იკვებება და უნდა შემოფრინდეს ლოგიკით ყოველ შემთხვევაში და წყალი დალიოს. დიახ. აქვე უნდა ჩავყაროთ, კი არა და დავდოთ ეს ჩვენი ფიტულები, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ. საფარი მოვაწყოთ და დავალოდოთ, სხვა გზა არ აქვს. ეგ დაჭრილი არის მარლენ, მაგრამ იქ ჩამოვარდა. მე წავალ იმას ავიღებ იმ დროც. სად ჩამოვარდა, ეგ არის ახლა მოსაძები. Арчи, вот здесь поищи. Да, молодец, возьми его. Принеси мне его. Дай. Молодец, Арчи. Умница, малыш. Дай. Пошли. აღმოვაჩინეთ აი ესეთი პატარა ტბა და როგორც უკვე მოგახსენეთ, იმედი გვაქვს რომ ტრედი შემოვა წყლის დასალევად. პრინციპში ჯერ დამცხდრებიც არ ვიყავით, როდესაც ტრედები შემოფრინდნენ და აი კიდევ ტრედები შემოფრინდნენ. ხო. აი, ზუსტად მაგას ვამბობდი რა, რომ დამხსრებიც არ ვიყავი და უკვე 2 წელი შემოფრინდა და მარლენმა მოინადირა და წავიდა ასაღებად და სანამ მარლენი მოვიდა ჩვენ
არ დავაყოვნეთ. იმედია კიდე შემოვა ესეთი გუნდები, შემოფრენები იქნება და გაგახალისებთ თქვენც. ბატონო. გოგა, ხო. ამ პატიოსანმა კაცმა, ბიჭო, მაგიდა გაგვიშალა აქვე მოიტანა ყველაფერი და დაუძახე ბიჭებს გამოდით აქეთკენ. აუ, აი ბიჭებს ვეთყვი და გამოვიდნენ, მე აქ უნდა ვიყო, მალენ ჩამეშლება გადაცემა ტყუდა წამოვალ ჩათვალე. მესმის, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით უნდა გამოვიდეთ. ცოტას მივირთმევთ, დავილოცებით აქაურობაზე და ეგ არის რა. აი გენეცული, კარგი. გამარჯობა, გოგა. აი სალამი, დაუსწრებლად გიცნობთ. სახელი? ბორისი, გაიხარე. ბოდიში ვერ მოგესალმე, მანქანიდან ვერ გადმოვედი ძაღლი მეჯი და მუხლებში რა და ალბათ კი გაგიკვირდა რომ კაცი რატო არ მომისალმა. გაგიძახეთ იქიდან ძაღლები. ხო და აი კარები რო გამეყო ძამიკო. შენ გაიხარე. აი ძალიან ისე მოულოდნელი. მადლობის მეტი რა გვეთქვი. ხაჩი სახლიდან ვერაფერი და. ბიჭებო, ტყუები ამოვიღოთ რა თქო. გამინო ყოფილიყო კი ბატონო. შენ გაიხარე. ამოვიღოთ? ხო, მაიდა. ეს არის ყველაფერია სახე. გამცხრებს ყველავესვი თურმე და. ბიჭო, მოგცემ შვიდებს, მაგრამ მეცხრებს უსვი და. თქვენ მოგცემ შვიდებს მე მაგ. ბორის გაიხარე. სულგუნი სვანური იქნება სავარაუდოდ. სვანური არა, კახეთში გაკეთებული სვანური ტექნოლოგია. ბორის რა გვარის კაცი ხარ? არღულიანი ვარ. ვარ შენ შემოგვილი იხარო შენ მაგვარი დამიკო. თქვენს ასევე წარმატებებით და პირად ცხოვრებაში და პროფესიულ სასწაული გემო. აუ, მაგარია. აბა რა იქნება გულით არის მორთმეული და გაკეთებული. დაანებეთ ამ ერთ არესროლოთ. აუ იმინა. ვაიმე. ტყუია გვაქვს ასე ხარულიოს. აი მე რა სასაცილო იყო. თან ყველაზე მაგარი ის იყო რომ არესროლოთ ადგა თვითონ მოინდა მასალა. არა ბიჭო, იმიტომ რომ გუნდი შემოbrunდებოდა და ეს გუნდი წავიდა ეს კენტად დარჩა. მოდი ეხა აქ, მოდი ნახე. კიდე შემოვიდნენ ძმებო. ბიჭებო, მოემზადეთ. აუ, რა ცუდროს. დაინახეს ესე. აი ესენი. ცოტა მაღალია, მაგრამ შეიძლება. არ არის მაღალი ვაფშე, თავის პლატ შეიძლება ჩამოს. ჩვენს თავზე არ მოდის, გაიგე. ვაცადოთ რა, იწვალებენ დაждდებიან კი არა და ჩამოვლენ. არა იქ თუჟუ ხართ, თოკოს. ესე იგი, თოკო, ჩაჯექი დროზე. გასულები ვიყავით. ლუკმა გავტეხეთ ბიჭებო, ძალიან კარგი სვანი ბიჭი გავიცანით, კი ნახეთ. ფილმში რა და როგორ და რომ მოვედით. ტყუია არ გქონდა არც ეს ჩადებული. არ ყოფილა ჩვენი წერა. არა, შემოგვიდებიან აი ნახე ძალიან წონი. არა, ეს ახლა უნდა ჩამოიყო რა. ადექი, კი, აბარა. არა, რატო დაიცადე და ათას ეფიური წრე განლე. დავაი მანეჭი. ეგარი. ნელა ძაღლი. დო აღებულია, ორივე აღებულია ძმებო. აღებულია, ორივე აღებულია ძმებო. მოიტანე. უფ, შენ გაიხარე, მშვენიერი იყო რა. ვერ ნახე ბიჭო. მოიტანე. წყალშია იჩავანელი, აი არჩი მოიტანა. ვა, კარგი იყო რა, 1-2 ეგეთი შემოფრენაც გვინდა. მოდი ჩქარი. დავაი არჩი.
მოდიო, მოდიო. ესე იგი ეს დაწოლილზე სროლა არ გამომდის რა. მოდიო. არ ჩამო. ეხა უნდა გავიარო კურსები მარლენ. წოლი არის რომ რა ვქნა, წამოწოლილი ვიყავი და რაღაც კარგად დამეჯდა და ვესროლე. რა იყო ეხა ტრედის მონადირება გინდოდა რა სახით მიყურებ. აი ამაყენე ჩემო თუკო, ამაყენე. დაიცადე ნელა ეგ ხელი ნელა. კიდე დავაი, აი ეხლა ოპა. არადა რა უეჭველი. მეგობრებო, ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი ნადირობა, როგორც ნახეთ, ძალიან წირი იყო, მაგრამ საინტერესო. ბევრი ვერაფერი ჩვენთვის უკეთესი ნადირობებიც უნახავს ჩვენ რა მაყურებელს. თქმა უნდა, მაგრამ ნადირობას აქვს ორი მხარე, медали თუ როგორ არის ეგა, თუ медалს აქვს ორი მხარე, მოკლედ. ჩემო მეგობრებო, ყოველთვის იავარდით არ არის მოფენილი ჩვენი ნადირობები, ყოველთვის რეზულტატი ვერ გვაქვს ისეთი. გვაქვს, კაცო, ნადირობა შედგა. რა თქმა უნდა, შედგა, მაგრამ ხალხი მაინც მოლოდინშია იმისა, რომ ჩვენგან რაღაცა უფრო მეც მოელიან ხოლმე. არა, ჩვენს ჩვეულებრივი მონადირეები ვართ ისეთივე, როგორიც თქვენ ხართ ხალხმა. მე ერთი შემიძლია დავამატო და ვთქვა, რომ მაინც გამოგვივიდა მწერის მონადირება, მაინც გამოგვივიდა მტრედის მონადირება, მაყურებელმა ნახა, რომ რამოდენიმე ლოკაცია შევიცვალეთ, ვეძებეთ და ძლივს, მეტნაკლებად მივაგენით და კიდე ცოტა რომ უფრო მობილიზებულები ყოფილიყავით, მეტ რაოდენობას მოვიპოვებდით, მაგრამ წამოწოლილმა სროლამ ესე იცის. და არც ჩვენთან გვიყურეთ, გამოგვიწერეთ და ინადირეთ ჩვენთან და მარლენთან ერთად. ნახვამდის.